ეხლა ვიცი ზუსტად კლავიატურასთან მიზის. აი ვიცი როგორც ხედან ეხლა და ჩემი და შენი საუბრის შემდეგ რა ამბავი ატყდება. გაღელვებთ? მე არ მიყვარს იმიტომ რომ ეთერში ვარ ესე არ თქვა. გეტყვი მთელი გულწრფელობით, რომ უკვე რამდენი წელიწადია. რაც შეეხებოდა ჩემ ოჯახს, იქ რაღაცა ჩემ შვილებსაც მოკლედ ყველას გადაწყვნენ და ჩემთვის იყო ძალიან ბევრი მეუბნებოდა რომ კარგი რა არ მიაქციო ყურადღება ეს მათთვის უფრო კარგი ადამიანები ვართ რა მე პირადად აი სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის ის რაც წლების მანძილზე მივიღე ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ როგორ შეიძლება ხა ამასთან სწორია როგორ შეიძლება მაგრამ კიდე არსებობს რაღაცა სხვა ადამიანური ემოციური რომელიც ხანდახან მიტირია, გეფიცები ყველაფერს. აი ხან მიფიქრია, რომ აი ჯანდაბას მე ხომ და მტკივა, მაგრამ ზოგადად რატო არიან ესეთი ადამიანები? აი, ნუ თუ სხვა ინტერესის რაღაცა ის სფერო არ არსებობს, რომ ასე გაბოროტებული ადამიანი არ მოკლა. ამდენი ღვარძლი, ამდენი. ხო, და აი, ნუ მე ვერ ვიტყვი, რომ აი მე იგნორი გავაკეთე და არაფერი. როგორ არა? ჩემზე იმოქმედა. და ხანდახან ვიძახი ხოლმე რომ ბევრი წელი დამაკლეს, იმიტომ რომ ცუდად ვიყავი, აი პირდაპირ გეუბნები, ძალიან ცუდად ვიყავი. მაგაზე მუშაობენ ზუსტ. ხო, და ნუ როგორც ჩანს ჩემზე გაიმარჯვეს, მაგრამ ბევრი არის რომ დღეს ერევა ამ ყველაფერს.